მარიამი ამ კომენტარის ავტორი არის ძალიან მაგარი გოგო, რომელიც ხშირად საუბრობს ხოლმე კავკასიის გაერთიანებაზე და იმ ვიდეოში, სადაც მე ვსაუბრობდი, როგორ დავიბრუნოთ სწრაფად და ეფექტიანად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, დაწერა ესეთი კომენტარი, რომ კავკასიის გაერთიანების იდეას ჭირდება გადახედვა და განახლება. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი კომპლექსური დამოკიდებულება. პირველ რიგში ეს არის შესაძლებელი, იმიტომ რომ საქართველო იყო ყოველთვის ცენტრი კავკასიის, როგორც სამხრეთ კავკასიის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის. და ის იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ცენტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო ჩრდილო კავკასიელ და სამხრეთ კავკასიელ ხალხებს შორის საქართველოსთან დაპირისპირებები საუკუნეების განმავლობაში, გარკვეული კონფლიქტები, გარკვეული აწიოკებებიც იყო, მაგრამ მთლიანობაში ის იყო მრავალმხრივ ცენტრი მთლიანად კავკასიის და ხშირ შემთხვევაში ის ასრულებდა დამცველობით ფუნქციასაც. ამას შეგვიძლია ჩავუყროდეთ მრავალნაირად, მაგრამ ამისთვის ერთი პასაჟიც კმარა. გვახსოვს ალბათ ყველას ხო ეს მომენტი, როდესაც ვაგონში შემოდის თეთრწვერა შუახნის ჩრდილო კავკასიელი მამაკაცი, მე მგონი ყაბარდოელია თუ არ ვცდები, და ქართველს ეუბნება, რომ საქართველომ ჩაუსვენდა კავკასიას მზე, იმიტომ რომ საქართველომ როდესაც ხელი მოაწერა საკუთარი თავის გაწირვას, გააწირა მთლიანად კავკასია. აქ მეტაფორულად მიხვდებით, რაზეც არის საუბარი, რასაკურველია. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მდგომარეობა ძალიან გართულდა, როდესაც ჩრდილო კავკასიაში თავიდან ბოლომდე და სამხრეთ კავკასიაშიც შემოდის რუსეთი, ჯერ რუსეთის იმპერია, მოგვიანებით საბჭოთა კავშირი, ხდება ისე, რომ ჩრდილო კავკასია მთლიანად ექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ. აქ რა არის მთავარი გულდასაწყვეტი მომენტი? ის რომ რეალურად ისინი გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ და ისინი იბრძვიან, სისხლსღვრიან საქართველოს წინააღმდეგ. მაგალითად, იგივე აფხაზეთის ომში ძირითად ძალას, ძირითად სამარცხვინო მოწინააღმდეგეს წარმოადგენდნენ სწორედ ჩრდილო კავკასიელი ხალხები რუსეთთან ერთად და ისინი იბრძოდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მათ საკმაოდ ისეთი დამრტყმელი როლი შეასრულებინა რუსეთმა. რაზე შეგვიძლია ვივარაუდოთ დღეს? დღეს შეგვიძლია გქონდეს იმედი, რომ აღვადგინოთ ეს ურთიერთობები, რასაკურველია და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ამ ვითარებაში, იმ კონტექსტში, რომ როგორ დაგვეხმარება ეს ყველაფერი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და რამდენად არის ეს ამათთან კავშირში, მე უფრო ამ საკითხს აღვიქვამ როგორც ბონუსს. დაგვეხმარება, კი ბატონო, უბრალოდ ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს ჩვენი სწორება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. როგორც ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე ყველანი, ამისთვის მთავარი ფაქტორი არის რეალურად თვითონ შიგნით გამართული პროცესები, რაც არის ინფორმაციული კავშირი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან.